უნდა ყოფილიყავი ჩუმად სადმე კუთხეში მიმჯდა რომ ყურადღება არ მიგექცია, მაგრამ დილით რო დაუძახებდი რომ თუ შეიძლება ტუალეტში გამიყვანეო და შუადღის მე რო გაგიყვანდა, ხო რაღაცა ვეღარ იყო ხალხი უკვე სრული ჭკუაზე სრული ამ დროს მნიშვნელობით. რამოდენიმე ხნის მერე 8 კამერა მაქვს გამოცვლილი. ბოლო კამერის გარდა ყოველთვის შევყავდი იმ კამერაში, სადაც მე სიტუაციებს მიძაბავდნენ. მაგრამ რაღაცნაირად ვიჭერდი თავს ყველანაირად რომ არ ავყოლოდი არავის რა. რამდენი წლის იყავით მაშინ როგორ 53. ვცდილობდი რომ თვითონ პატიმრებით? კი, აი სულ ისეთ იმაში ვიყავი რომ შეხავდით ისეთ პატიმრებთან რომლებიც სავარაუდოდ აი რაღაცნაირად მონათული ვიყავი როგორც ფაშისტი მithom ფულიანი და ესეთი სიტუაცია, აი წინასწარ იყო ის რაღაცა მიწოდებული რა. ხო და ორი კვირის მერე უკვე კამერაში რომ მომიყვანეს მაშინ კარცერში ფუქსებში და კარანტინში გავატარე სადღაც თვეზე მეტი. ოღონდ ესე მოძრაობით 3 დღე კამერაში, მე ისევ ჩაყვანა იქ 5 დღე ერთი კვირა. ამ პერიოდში ჩემი ძმა მიყავთ კუდის შენობაში. ლორდ კიფანიძემ გამოგზავნა 2 ადამიანი, ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს, შეიყვანეს ლალიაშვილის კაბინეტში. მეორე სართულზე ლორდ კიფანიძე ლალიაშვილი არიან. ლალიაშვილის პოზა აქ ესე ზის, ფეხები ულაგია მაგიდაზე, ჩემთანაცაა გაკეთებული. აქ იარაღი უდევ რაღაც ვერცხლისფერი ბერეტა, შლის აწყობს, ესეთ რაღაცებს აკეთებდა. და ჩემ ძმას უთხრეს, რომ ჩვენ ახლა აზრი არა აქვს რამეზე დავილაპარაკოთ, თბილისი ხო იცი დიღომიო. კი ამოუთხო როგორ არ ვიციო კაცო. ეხლა წახვალ შენ დიღომშიო, იქ არის ტოიოტა ცენტრიო. 8 პრადოს იყიდითო შავებსო და იმათ ტერმინოლოგიით ნავაროტკი უნდა ყოფილიყო ყველა 8-ვე 8 პრადოს იყიდითო შავებსო აი ეზოში გაგვიჩერებთო და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალიო თუ არადაო ტრუპს გამოიტანთო 4 წელს ამაზე მივცემთ ამ საქმეზეო 2 წელს დაუმატებთო ციხეშივეო და იქიდან ტრუპი გამოვა სხვანაირად ვერ გამოიტანთო რა ხო და შეიძლება ამდენი ფული ახლა ერთნაირად $9 მილიონ იყო მაშინ რა ის ნავაროტკიანი მანქანა 8 წელი გვეყიდა შეიძლება სახში ამდენი ფული არ აქონდეთო, მაგრამ მიწა გექნებათ გაყიდეთო, სახლი გაყიდეთო, მეგეხმარნენ მეგობრები, მეზობლები, ძმაკაცებიო და ეს მანქანები უნდა მოიყვანოთ. თან დაუმატა რომ ეხლა შენ ადექი წადიო, ფული გაქვს საშოვნელი ერთ კვირაში მოგაკითხავთო და თუო შენ გონია რომ აქედან გახვალო და ვინმეო ამ პროკურატურაში წახვალ ამ პოლიციაშიო ეგო ჩვენ დავიჭირეთ ჩვენი პატიმარიაო და ჩვენა გვაქვს მაგის განკარგვის უფლებაო რა სუფეხებზე კიდე მაგათი ლექსიკა იყო ეს პროკურატურაც და პოლიციაც მაგათი ლექსიკა იყო ეს ყველაფერი ჩემს მომთხოვ რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ 8 პრადოს ყიდვას გამორიცხული იყო ზუსტად ერთ კვირაში ისევ ლორდ კიფანიძე თვითონ ჩავიდა ფიზიკურად წინანდალში ჩავიდა ჩასო ჩემი ძმა მანქანაში და უთხრა რაკენი ფული იშოვნეთო და ამავთქვი ვერ ვიშოვე და ვერც ვიშოვიო და თამთროვი შენ ხო იცი რომ მასი არ იყო ჩემს ძმას არაფერი დანაშაული არ მიუძღვისო და კაი გადადი მანქანა და ჩვენ მივხედავთ მე ეს არაფერი არ ვიცი ჩემთან არც ადვოკატი შემოდის არც შემოდის ბოლოს ჩემმა მეგობარმა შემომიგზავნა ადვოკატი იყო ერთი უკარგესი ადამიანი ამირან ვიბლიანი და ამ კაცს მარტო ამბები შემოქონდა და გახქონდა სხვა იმას არაფერი არ შეეძლო იქიდან ამბავ შემომიტანდა და ჩემიდან სიტუაციას გაიტანდა რა ხო და ამას იმიტომ ყვები რომ რაღაც 2 კვირის მერე უკვე მეორე თვის ნახევარია დაწყებული ჩემ პატიმრობის ღამის 11 საათი იქნებოდა ის კარმუშკა გაიღო შემოიხედეს დამიძახა მეგუთშვილი ჩაიცვი გამოდი წამიყვანეს ადმინისტრაციულ კორპუსზე ამიყვანეს მესამე სართულზე მუხაძის კაბინეტში დირექტორის იქ ეწერა ციხის უფროსი ალიკო მუხაძე თუ რაღაც წარწერა იყო რომ შევედი ესე სამდივნო იყო და მარცხნივ მუხაძის კაბინეტი იყო და მარჯვნივ სააქტო დარბაზი იყო დიდი მე სააქტო დარბაზში შემიყვანეს იმათ იქით რომ გავიხედე ისხდნენ ლორდ კიფანიძე და ის მუხაძე გამოვიდნენ ორივენი იმან უთხრა რომ თქვენთან ბოდის ვიხდი ამ ნაბოზარმა ჭკვავერი სწავლა მუხაძის ნათქვამია ეს მე ხმაბა მე იქ რას ამოვიღებდი ხმას და მე იმათ უთხრა მე დაბლა ჩაიყვანეთ პირდაპირ კამერაზე აღარ გადავუყვანი ვარ ამ ლორდ კიფანიძე მითხრა რომ ჩვენი შემონათვალი თუ გითხრესო არა მე უთხარ მე არავინ არ მინახია ერთხელ იყო მოსული პოლიციელი და ადვოკატი და მომაწერიეს ხელ და დანარჩენი არავინ ჩემს არაფერი არ თქვია ჩვენი შემონათვალია რომ 8 პრადო უნდა იყიდო თუ გინდა რომ აქედან ცოცხალი გამოხვიდე მე უთხარ მე 8 პრადოს ვერ ვიყიდე აი ისტერიკაში ჩავვარდი რა რაღაცა ფუქსიდან 8 პრადო როგორ უნდა გეყიდათ
არა, ჩემებს უნდა ეყიდათ 8 პრადო ციხიდან და მე გამომიშვებდნენ. ანუ მძევლად იყავ. მძევლად ვიყავი აყვანელი, კი. მე რო ხმაური დავიწყე, რა გინდა ჩემგან ალბათ ყვიროდი რაღაცეები, ეს მოვარდა ოლეგ ფაცაცია. ხედა მითხრა შენ ხო დაბლა იცი რაც ახდებაო და თუ არ გაჩი ოლეგ ფაცაცია იყო რეჟიმის უფროსი, იქ ესე ეწერა, იმიტომ რომ ერთხელ იმ ოთახში ვარ მოხვედრილი იცეო.